კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკა 17 საათზე მე ხატია ქვათაძე ვარ. ბანკში დაპირისპირებისას დაშავებულებმა თელავის საავადმყოფო დატოვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშის განხილვა დახურულ ფორმატში დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს ათონელის რეზიდენციას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. შემინდა დავიწყო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გამოეხმაურო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს. ჩემ მიერ პარლამენტში წარმოთქმულ საპრეზიდენტო სიტყვაში გამოვხატე პოზიცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა ემყარებოდეს ისეთ კრიტერიუმებს, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამავე დროს უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს, არჩეულ იქნას საზოგადოების ძლიერი ნდობით აღჭურვილი მაღალი რეპუტაციის მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ შემოიშავა 5 ძირითადი რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც ეხებოდა მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას. ამ ცვლილებამ ჩვენი აზრით ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს საკმაყოფილებდა. ამ შეფასებიდან გამომდინარე, ჩავერთეთ მეორე მოსმენის პროცესში და ჩავატარეთ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ კონსულტაციების შედეგი მიღწეულია. დამატებით გათვალისწინებულ იქნა 3 რეკომენდაცია. პირველი, მოსამართლეების კანდიდატებზე მიღებულ იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება. მეორე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე. და მესამე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი, თავმჯდომარის წარდგენა შეუძლია ერთის ნაცვლად 3 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრს. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ 5 ძირითადიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს. უნდა აღვნიშნო, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას, რადგან 2014 წელს სწორედ ფარული კენჭისყრა იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. მჯერა, რომ განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე, ობიექტურ, მიუკერძოებელ შერჩევას და იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე. რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის განწესებას თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრება არის, ვიდრე სამართლებრივი მოსაზრება. იმედი მაქვს,
რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგად საქართველო მიიღებს ისეთ მართლმსაჯულებას სისტემასა და მოსამართლეთა კორპუსს, რომლის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს განსახილველ საქმეების კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ აღმაღლდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც არის ჩვენი ერთობლივი მიზანი. და მინდა ამისათვის და ამ კონსტრუქციული ურთიერთობისთვის გამოვთქვა კმაყოფილება პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგების შესახებ. ასევე მინდა გამოვეხმაურო პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ პოლიციებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია. მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა. მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ან ერთ-ერთ მიზეზს, ეს ის მშენებლობას, აქ მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია ეს ის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიმოქმედებთ და ასე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. და ბოლოს არ შეიძლება არ გამოეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან მას დაკავშირებას. მე ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში. მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის, შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს, ამიტომ აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს. სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. მე ვიზიარებ გარდაცვალების ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე. ამავდროულად უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება. ძალიან დიდი მადლობა ყველას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მოვისმინეთ, ის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოეხმაურა, რომელიც ბოლო დროს არის აქტუალური, მათ შორის პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებს და სწორედ ხეობაში ვინაცვლებთ ახლა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი მთავარი ამოცანა არის მშვიდობა. სოფელ ბირკიანში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსახლეობა დიალოგისათვის მზადყოფნას ადასტურებს, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ უმეტესობა ჰესის მშენებლობის განახლებას არ ემხრობა. აღნიშნავენ კომუნიკაციის ნაკლებობასაც. მარიამ ქართველიშვილი გვერდდება ბირკიანიდან. დიახ, სოფელ ბირკიანში შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ კონსენსუსი მიღწეულია. ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ხეობაში იყოს სიმშვიდე და ისინი მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. ამბობენ, რომ 1 წლის განმავლობაში იყო კომუნიკაციის ნაკლებობა და ისინი მზად არიან, რომ ხელისუფლებას დეტალურად გააცნონ ის მიზეზები, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან კატეგორიულად მცირე
ჰესის მშენებლობას. მოსახლეობა ჩვენთან საუბარში დეტალურად ყვება იმ მიზეზებს, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას მდინარე ალაზანზე. ისინი ამბობენ, რომ ხეობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს მდინარე და მზად არიან, რომ ხელისუფლებასთან ერთ მაგიდაზე დასხდნენ ხელისუფლების პირისპირ და სწორედ ამ მიზეზებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრონ, თუმცა აქვე ამბობენ, რომ ხეობის თითქმის სრული უმრავლესობა მხარს არ უჭერს ჰესის მშენებლობას და აპირებენ, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნონ საკუთარი გეგმები და მიზეზები ხელისუფლებას. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ვართ კიდეც რომ დიალოგში შევიდეთ ხელისუფლებასთან, მაგრამ გუშინ რაც მოხდა, ეგ იყო პროვოკაციული. ეს ყველაფერი უნდა განიმუხტოს ძალაპარაკებით და არა ძალის დემონსტრირებითა და იმით. და ამაზე გარკვეული შეთანხმება მთავრობასა და ჩვენ ხეობას შორის მივაღწიეთ და დღესაც ჩვენ ვაგრძელებთ ამ მუშაობას, რომ განიმუხტოს მშვიდობიანად ყველაფერი დავთვალოთ. ჩვენ ყოველთვის ჩვენ ყოფილვართ მშვიდობის მომხრეში. ომი არეულობა არავის არ აშირდება. მართალია როცა ვიღაცები არის ამის დაინტერესებული, მე არ გამოურისხავ. თითქმის 1 წელია რაც ეს ტრაქტორები, ტრანსპორტი აქ არის დგას, კაცი შულს ხელი არ უხლია მაგისთვის და გუშინ დაიძაბა ეს სიტუაცია და მოლაპარაკების გზით უკეთესი იყო, რომ ეს მომხდარიყო, მაგრამ ჩვენც არა ვართ ამ აგრესიის მომხრეები, რა თქმა უნდა, სულ ვცდილობდით, რომ მშვიდობიანი გზით დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ხან იმათთან გავრბოდი, ხან აქეთ ჩვენებთან გამოვრბოდი. თავის დროზე ნორმალურად რომ მოიხდინათ დალაპარაკება, შეთანხმება, გუშინ ეგ არ მოხდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ დაველაპარაკოთ. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები, უბრალოდ ჰესი შენდება პირდაპირ ზედ ხეობაზე, ზედ სოფელზე. ძირითადად ვაპროტესტებთ იმას, რომ მდინარე უნდა მოიქცეს მილებში. ფაქტობრივად საძოვრებს ექმნება პრობლემა. ჩვენ გვაქვს უკვე აშენებული ხადორ ჰესი. წლების წინ ააშენეს. არანაირი პროტესტი ჩვენ მაშინ არ გქონია, პირიქით ვეხმარებოდით კიდევაც. როგორც მოისმინეთ, მოსახლეობის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გუშინ დილის საათებში ჰესის მშენებლობის განახლების დროს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე 35 პოლიციელი იყო მობილიზებული და ამის შემდეგ მოსახლეობის აგრესია მოჰყვა, რის შემდეგაც უწყების განმარტებით აუცილებელი გახდა ხეობაში დამატებითი ძალების შემოყვანა. ამ დროისთვის კი შემთხვევის ადგილზე, იქ სადაც გუშინ მოვლენები ვითარდებოდა, საგამოძიებო მოქმედებები აღარ მიმდინარეობს. აქ რჩება დაცვის პოლიციის 50-მდე თანამშრომელი და როგორც უკვე გითხარით, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. მადლობა მარიამ ქართველიშვილს. ბანკში დაპირისპირებისას ყველა დაშავებული უკვე გაწერეს. ქრონიკის ინფორმაციით თელავის საავადმყოფოდან პოლიციელები კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ერთი მათგანი ძვლის მოტეხილობის გამო სახლშია, მეორე კი დამატებითი გამოკვლევებისათვის თბილისში გამოგზავნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამედიცინო დახმარება სულ 55 მოქალაქეს დასჭირდა, მათგან 37 სამართალდამცველი იყო, 17 ადგილობრივი მოსახლე. დილის მონაცემებით ადგილზე იმყოფებოდა 15 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ერთი თანამშრომლის გადაყვანა კატასტროფის, ერთი პაციენტის გადაყვანა კატასტროფის ბრიგადის მიერ მოხდა თბილისში, დანარჩენი ყველა პაციენტი გაწერილია ბინაზე. მათი მდგომარეობა სტაბილური იყო, დამაკმაყოფილებელი და რაიმე სხვა დამატებით კვლევებს აღარ საჭიროებდნენ. ევროპული საქართველოს შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს საკომიტეტო ფორმატში იბარებს. გიორგი გახარია 3 მაისს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში ისედაც უნდა მივიდეს, თუმცა უმცირესობა მოითხოვს, რომ ბანკის მოვლენების შესახებ კითხვებს მთავრობის წევრებმა იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უპასუხონ. როგორც ჩვენი მესაზღვრეები ძალობის და უსამართლობის კომბინაციის შემდეგ უნდა მობრძანდეს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გახარია, ისე ეკონომიკის ახალი მინისტრი და გაგვცენ პასუხები მარტივ კითხვებზე.
რა გადაწყვეტილებები ქონათ მიღებული, რატო დაგეგმეს ასე, რატო გაირკვა, რომ თურმე ის რამაც გამოიწვია ეს პრობლემა, თურმე გადალახვადი იყო, მაგრამ აუცილებელი იყო, რომ ასეთ შეტაკებას ქონოდა ადგილი, რომ გადაეფიქრებინათ თავის პოზიცია, რამხელა უპასუხისმგებლობაა ასე ჯერ მოქმედება და მერე ფიქრი. ბეწვის ხიდზე გაიარო თვითონ თუ ამბობენ, რატო დადგნენ ამ ბეწვის ხიდზე? წლებია ვაფრთხილებთ საჯაროდ და არასაჯაროდ, რომ ვითარება ამ რეგიონში არის ძალიან პრობლემატური. ბევრი თვალსაზრისით. ამ ეტაპზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ერთი კვირის თემის გარკვევა. როდესაც ითქვა, რომ ერთი კვირის წინ თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო, ეს იყო იუზია შეთანხმების არსებობასთან დაკავშირებით თუ მართლა არსებობდა შეთანხმება. იმიტომ რომ ეს რადიკალურად ცვლის მერე პოზიციას. თუ ეს შეთანხმება მართლა იყო, მაშინ შეიძლება მართლა იფიქრო რაღაც გარკვეულ პროვოკაციაზე. ამაზე ვიმჯელებ, ახლა მოსვლა არასოდეს არ ყოფილა პრობლემა, არავისი ყოველ შემთხვევაში ჩემი კომიტეტიდან მოწვევა ვინმესი, როცა ამის მოთხოვნა არსებობს რეგლამენტის თანახმად, რა პრობლემაა. თუმცა ჯერ იქნებ ინფორმაცია საკმარისია, რომელიც მოწვევის გარეშე გვაქვს. გავერკვიოთ ამაში და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. 3 მაისს იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტრის მოსვლა პარლამენტში და ვფიქრობ აუწურო ინფორმაციასაც მიიღებს ყველა დაინტერესებული ადამიანი თუ ამ ინტერესის იქით კიდევ რაღაცა წყლის ამღვრევა და რაღაც პოლიტიკური დივიდენდის მიღება არ არის დაგეგმილი. რასაც არ გამოურიცხავ. რეგლამენტის მიხედვით მინისტრი მე არ მინახია. იქამდე 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ მინისტრები დადიოდნენ ესეთი ინტენსივობით პარლამენტში, ასე რომ ჩვენ ყველა რესურსი გაგვაჩნია ნებისმიერ მინისტრს მოусმინოთ, ასე რომ თუ არ გავაპოლიტიკურებთ, ამ საკითხს სკანდალიც არ უნდა იყოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისის ხეობაში მომხდარ საანალიზებს ამ ეტაპზე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი პროცესი მართული ყოფილიყო, თუმცა ეს ვერსია არც გამოირიცხება. მართველი გუნდი ამბობს, რომ პოლიციისათვის ქვების დაშენა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას მოსახლეობასთან დიალოგის რესურსი არ აქვს. გარემოს დაცვის კომიტეტმა კი გამოთქვა ინტერესი და მზაობა, რომ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი გამოითხოვოს და გააანალიზოს. დამატებით ძალების შეყვანა განხორციელდა მას შემდეგ, რაც იქ შესულ მშენებლებს, სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს შეექმნათ პრობლემები, მათ შორის პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თავიდან იქ იმყოფებოდა ჩვენის ინფორმაციით 37 პოლიციელი, ხოლო მათთან შეტაკების განხორციელების შემდეგ მოხდა დამატებითი ძალის შეყვანა. მოქალაქეთა ჯგუფის ინტერესი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით. თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ პოლიციელი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს და პოლიციელზე აღმართული ხელი არის საქართველოს სახელმწიფოსი აღმართული და ამის დაშვების პრეცედენტის დაშვების საშუალება არ უნდა მივცეთ არც ერთ რეგიონში, მათ შორის არც ბანკში. რთული იყო ეს პროცესია? ვერაფერს გეტყვით, ვსწავლობთ ამ საკითხს და ჩვენ დასკვნებს გავაკეთებთ. გამორიცხავთ, რომ პროცესი მართული იყო? ვერ გეტყვით, საგარეო საფრთხეებსაც აგამოვთ. თუმცა ამას ყველაფერს აქვს ჯერჯერობით მოსაზრებების დონეზე არსებობის საფუძველი დადასტურებულად არ შემიძლია რომ დაგიდოს. სახელმწიფო საფრთხეების სამსახური ამ ეტაპზე ადგილზე არსებულ ვითარებას როგორ აფასებს დღეს? სტაბილურად, არანაირი განსაკუთრებული პროცესები არ მიმდინარეობს. ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები აგრძელებენ მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებას. შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონი გახარიას სახით ჩვენ გუშინ დავინახეთ ჩამოშლილი და მორღვეული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელსაც ერთის მხრივ არ შეუძლია საკუთარ მოქალაქეებთან, საკუთარ მოსახლეობასთან ადეკვატური დიალოგი და ახსნა განმარტება და მეორეს მხრივ დავინახეთ, რომ რიგით პოლიციელებს გახარია აძლევს ისეთ არაკომპეტენტურ და არაპროფესიულ დავალებებს, რომელიც საბოლოო ჯამში კონტრპროდუქტიულია და თითქმის დაძაბული სიტუაცია შეიძლება მიიყვანოს ძალიან უმართავ პროცესებამდე. პროტესტი არ ნიშნავს, რომ მე რაც მინდა ის უნდა გაკეთდეს, არა. რაც სახელმწიფო ინტერესშია, ყველა უნდა ამ სახელმწიფო ინტერესს გვერდში დაუდგეს, მაგრამ პოლიციელისთვის ქვის როლა, მანქანების დაწვა, ეს არის ქვეყნის მიმართ განხორციელებული არაკანონიერი ქმედება და ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ამაზე სახელმწიფოს ყოველთვის იქნება ადეკვატური რეაქცია. დანარჩენი, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები გაგრძელდება. ერთი წელია თუ უფრო მეტიც მოსახლეობასთან საუბარი მიდოდა კომპანიის წარმომადგენელმა ის თქვა, რომ თითო ოჯახშიც არის ნამყოფი, რომ ეს საკითხი ყველასთვის მიეწოდებინა და იყოს შესაბამისად კომუნიკაცია მოსახლეობასთან საკმარისი. ფაქტი ერთია, რომ მოსახლეობა მის მხრიდან საკმაოდ აგრესიული პოზიცია
გადაფიქსირდა გუშინ, რომელიც ალადობაშიც გადაიზარდა და რა თქმა უნდა აჩენს კითხვას, რამდენად იყო თუ არა საკმარისი თუნდაც 1 წელი და ის ხარისხი კომუნიკაციის რომ მსგავსი ფაქტი არ დამდგარიყო. ენერგეტიკოსების მოსაზრებით ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობისათვის ჰიდრორესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რაც შეეხება ხადურის სამს, რომელიც ბირკიანში უნდა აშენდეს. დარგის სპეციალისტთა შეფასებით მსგავსი მცირე ზომის ჰესები საფრთხეს არ ქმნის, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მოსახლეობის სრულად და სწორად ინფორმირება მნიშვნელოვანია. მეტი კომუნიკაციის აუცილებლობას მთავრობაც ადასტურებს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მწვანე და გარემოზე მინიმალური გავლენის მქონე ჰესების მშენებლობა საქართველოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსახლეობასთან შეხვედრები, მათ შორის ესწრებოდა ჩემი მოადგილეც და რა თქმა უნდა სამინისტროს სხვადასხვა მაღალი დონის პროფესიონალი და ექსპერტი იყო ჩართული ამ თემაში, რომ მოსახლეობისთვის განმარტებული ყოფილიყო იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ან საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი აყენებენ. თუ რაიმე კიდე კითხვა არის, მოსახლეობამ ეს ამ კითხვებზე მიიღოს პასუხი, ისე რომ უმრავლესი მოსახლე, უმრავლესი მცხოვრები პაკისის ხეობის იყოს მხარდაჭერა და ამ შემთხვევაში გაგრძელდება ეს პროექტი. საქართველოში სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ერთადერთი რესურსი გვაქვს ჰიდროენერგია, ამიტომ მისი არ გამოყენება არაფრით არ შეიძლება, ამიტომ საჭიროა ლაპარაკი იმაზე, როგორ გავაკეთოთ და არა იმაზე, როგორ არ გავაკეთოთ. არავინ არ ამბობს იმას, რომ ეკოლოგიური პრობლემები არ უნდა გადაწყდეს, თუ კი აქვს რომელიმე ობიექტს, არავინ არ ამბობს იმას, რომ მოსახლეობის ინტერესები არ უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა. 5 მეგავატია სადგურზე ამხელა წიოკის ატეხვა ცოტის გაურკვეველია და თანაც კონკრეტულად ვერ მოვისმინე პრობლემა. აი დაუშვათ, რა პრობლემა აქვს, რომელ მოსახლეს, რომელ სახლს და ასე შემდეგ. დათბრავს. გადასახლება მოგვიწევს ვიღაცისა, რაღაცა ყაშხალი შედება, ჩვეულებრივი სადგური, რომლის თავზე კიდევ 2 სადგურია. მეტრია 1 მეტრია დიამეტრის მილში გაივლის წყალი და ჩამოაქვემოთ. ამიტომ უნდა ვთქვა, აი კონკრეტულად გარემოს პრობლემა რა იქნება. კლიმატი შეიცვლება, რა იქნება, ვერ დავიჭირი. ჰესის მშენებელი ირწმუნება, რომ ხადურის სამი მოსახლეობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. მშენებლობის შესახებ კი მათ სრული ინფორმაცია ჰქონდათ. ფერის აღმასრულებელი დირექტორი მომხდარზე პასუხისმგებლობას მესამე სექტორს აკისრებს. ჩვენ იქ შევედით მხოლოდ 3 საპატრულო პოლიციელის მანქანით და რომ არა შემდეგ პოლიციის ის ნაწილები, რომლებიც ასე ვთქვათ, წკიბზე მოუსწრეს, იქ ვითარება დამინჯერეთ, რომ გაცილებით ცუდი იქნებოდა და გაცილებით ცუდი შედეგებით დამთავრდებოდა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დავიწყეთ, დავაანონსეთ, საჯარო განხილვებით ჩავატარეთ, ახლობით წელიწად ნახევარწინ ის თვეები გრძელდებოდა მილსადენის შეტანა და არავის პროტესტი არ გამოუთქვა ამის წინააღმდეგ. ჩვეულებრივ მიდიოდა, იმიტომ რომ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ჩვენ 2 ჰიდროელექტროსადგური გვაქვს აშენებული, იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომ ეს გამორიცხული იყო რამე ცოტა. ამის მერე ჩაერთვენ უკვე რაღაც ძალები, ჩვენი ცნობილი არასამთავრობო კომპანიები, რომლებმაც უკვე ნახეთ სიტუაცია უკვე ისე შემოატრიალეს, რომ განცხადებები გუშინდელი იყო ისეთი, რომ ანუ რამე იმაზე კი არა მიმართული, რომ მოსახლეობას თქვათ რამე პრობლემა ექნება. არა, აი უბრალოდ ჩვენი გადასახლება, ჩვენი ამოწყვეტა, ჩვენ რაღაც უმცირესობა, ეს არის ყველაზე ყურადსაღები და ყველაზე ლაშა იორდანიშვილმა როდესაც ჩაიბარა ეს გარემოზე მოქმედების შეფასების დოკუმენტი კომპანია გამასგან არ წაუკითხია ეთყობა ეს დოკუმენტი. დასკვნა რომელიც ჩვენ დავწერთ და რომელიც ჩვენ გვერდზე დღესაც მოიპოვება და გუშინ კიდევ ერთხელ ფართო საზოგადოებას გავუზიარეთ, ძალიან კაფეოთ ამბობს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც არის კომპანია ფერისა და საკუთრება და მოუმზადა კომპანია გამამ, არის აბსოლუტურად აი არ ვიცი რა დავარქვა, ხარისხობრივად შეუსაბამო. ნამდვილად ცილის წამება არის და მე მგონია სადღაც 90%-ით რომ ნამდვილად უჩივლებთ. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროც ავრცელებს საკმაოდ ვრცელ განცხადებას და განმარტავს, რომ ინვესტორ კომპანიასთან მემორანდუმი 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მხოლოდ მას შემდეგ გააფორმა და მშენებლობის ნებართვაც მას შემდეგ გასცა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა, ასევე შესრულდა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რომელიც მსგავსი პროექტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს. რაც შეეხება კომპანია ფერის, რომელიც
რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით. ფერი, როგორც სამინისტრო ამბობს, მრავალი ენერგეტიკული ობიექტის ავტორი არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის პანკისის ხეობაში. ამიტომ მის წარმომადგენლებისათვის ხეობის თავისებურებები არ არის უცნობი და კომპანია ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიც არის. ასევე აღნიშნავს ეკონომიკის სამინისტრო იმასაც, რომ მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას სარგებელსაც მოუტანს, ვინაიდან მშენებლობის პერიოდის განმავლობაში სხვა სპეციალისტებთან ერთად არანაკლებ 100 ადგილობრივი იქნება დასაქმებული, ჰიდროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კი მუდმივი 50 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე კომპანია უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობასაც მისცემს. სხვა თემებით განვაგრძობთ გამოშვებას. ჯაშუშობასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 169 საქმის წარმოება დაიწყო გასულ წელს. 2018 წლის ანგარიშში სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეპუტატებს წარუდგინა და ეს განხილვა 6 საათს გაგრძელდა. მისი დიდი ნაწილი დახურული იყო. ნინო არღულიანი გვეტყვის იმის შესახებ, რაც მედიისათვის გასაჯაროვდა. გესმენთ ნინო. ხათი აგენტურულ საქმიანობაზე საქმის წარმოება 169 პირის მიმართ მიმდინარეობს. აქედან 37 კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ისინი არიან აქტიურები და მათი ნაწილი ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ გააკეთა. გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ ეს არის თემა, რომელზეც პოლიტიკური სპეკულაციები დაუშვებელია და ამიტომ აქტიური მუშაობა საჭირო, რასაც აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. გრიგოლ ლილუაშვილმა ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ ასევე ანგარიშის დეტალებზეც ისაუბრა და მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რომელიც ქვეყანაში ჰიბრიდულ ომს უკავშირდება. შინაარსობრივ მსჯელობაში შევედით ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევთანხმდით, რომ მოზომილი პოლიტიკით მთავარია იდენტიფიცირება მოვახდინოთ, მონიტორინგი ვაწარმოოთ, მათ შორის ისეთ პირებზე, რომლებიც შემჩნეულები არიან არა მარტო რბილი ძალის ქვეშ ყოფნაში, არამედ პირდაპირ აგენტურულ საქმიანობაში და შევთანხმდით იმაზე, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაცა პოლიტიკური ქულებისა და ბენეფიტების დასაწერის საგანი. 169 პირზე მიმდინარეობს საქმის წარმოება დაკვირვებისთვის, მათ შორის 37 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირი. ესენი არიან აქტიური პირები, რომელთა ნაწილი, რა თქმა უნდა, მათ შორის რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ანგარიშის პირველ, ასე ვთქვათ, საჯარო ნაწილში მოხდა ეგრეთ წოდებული სამურზაყანოს აფხაზების მცნება, რომელსაც პროპაგანდირებს ასე ვთქვათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული მასმედიის საშუალებები. ეს არ არსებობს, ისტორიაში არ არსებობს ეს მცნება სამურზაყანოს აფხაზი. ისე როგორც არ არსებობს ის თეორია, რომ თრუსო ოდესმე არ იყო საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ზუსტად ამაზეა საუბარი დეზინფორმაციით, მიზანმიმართული არასწორი საინფორმაციო პოლიტიკით. ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნები და ქვეყანა კონკრეტულ შემთხვევაში ცდილობს ამ აზრის თავზე მოხვევას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და სამწუხაროდ შეიძლება ჩვენი თანამემამულეებიც იქნან გამოყენებული ამ პროვოკაციებში. სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გაკეთდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. უმრავლესობა ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სწორად აქვს იდენტიფიცირებული ქვეყნის მთავარი გამოწვევები, პრობლემების და სწორედ ამიტომ სწორად ახორციელებს კონკრეტულ ნაბიჯებს სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ გამოწვევები ქვეყნის წინაშე ბევრია, თუმცა ამ გამოწვევებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ კლავდება, ვინაიდან სუსის ნომერ პირველი საქმიანობა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნას უკავშირდება. უამრავი პრობლემა არსებობს ქვეყანაში, მათ შორის სერიოზული საგარეო საფრთხეები
იგივე რუსეთის უხეში თუ რბილი ძალის მოქმედება, აგენტურა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებენ, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ რუსულ ინტერესებს ატარებენ და ასეთი ძალიან ბევრი, ამიტომ ერთია მათი იდენტიფიცირება და მეორე არის დროული რეაგირება მათზე. ამას ვერ ახერხებს უსაფრთხოების სამსახური სრულყოფილად, ვინაიდან მისი ფინანსური, მატერიალური თუ საკადრო რესურსების უდიდესი ნაწილი მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. ვერც ერთი მიმართულებით ვერ შეიძლება შეფასდეს დადებითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა, იმიტომ რომ დიდწილად მისი რესურსი იხარჯება პოლიტიკური ამოცანების შესრულებაზე, რაც ჩრდილს აყენებს მათ მიერ განხორციელებულ სხვა მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს და ღონისძიებებს, ასე რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გათავისუფლდეს პოლიტიკური პოლიციის ფუნქციისგან, რომელიც აამაღლებს მის მიმართ საზოგადოების დობას. მას შემდეგ რაც დავხურეთ კომიტეტის ხდომა წარიმართა ძალიან კონსტრუქციულად. ორიენტირებული იყო შინაარსზე, არ გვიჩხუბია, არ გვიგინებია ერთმანეთი. მთლიანად ორიენტირებული ვიყავით საქმეზე და მათ შორის დახურულობას აქვს ეს უპირატესობა, რომ ამ შემთხვევაში თითოეული ჩვენთანგანი ორიენტირებული ვართ მოვახდინოთ კონსოლიდაცია საერთო ინტერესებზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხდომა ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. სამი კომიტეტის გაერთიანებულ ხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში უსმენდნენ. მადლობა ნინო არღლიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ევროპულმა საქართველომ ბიუროს ხდომაზე იუსტიციის საბჭოს 3 წევრის გაწვევის საკითხი დააყენა. საუბარია 3 არამოსამართლე წევრზე, ლევან გზირიშვილზე, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძეზე. მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სადაოსიას დაუჭირეს მხარი. დოკუმენტი შალვა შავგულიძემ მომწადა. მე არ მინდა შეგნებულად შემოვიდე პოლიტიკურ დისკუსიაში. მიუხედავად ამის, ვადარებ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, ვინმე თუ იტყვის, რომ ეს ადამიანები, ვინც დეკემბერში როგორც მოიქცენ კონკრეტულად, ეხლა როგორც იქცევია რა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. თქვენ თუ იძახით, რომ ეს ის საბჭოა, რომელიც ჩვენ ქვეყანას უნდა ყავდეს და რომელიც პარლამენტმა უნდა აირჩიოს და რომელმაც უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილებები, თუ თქვენ მათ გადაეფარებით და იტყვით, რომ ხო, აი ეს ხარებავა, გზირიშვილი, ვინ არის ეს მესამე, ქადაგიძე. აი ესენი არიან, ვინც უნდა შეგვირჩიონ ჩვენ აქ მოსამართლეები, თქვენ თუ მათ გადაეფარებით, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მთლიანად პარლამენტისთვის. როცა ის 10 კაციანი ავადსახსენებელი სია შემოვიდა, როგორც გაირკვა მათივე განცხადებით, ანუ ეს არ გახდათ ჩვენი ბრალდება ან შეთქმულების თეორია, მათ არც კი განუხილიათ ეს სია. ანუ ფუნდამენტურად არაჯეროვნად შეასრულეს თავის მოვალეობებს. იმიტომ წერია კანონში, რომ არაჯეროვანი შესრულება არის მხოლოდ გამოწვევის საფუძველი, რომ თვითნებურად არ მოიქცეს ან პარლამენტი ან პრეზიდენტი. დღეს საფუძველი არ არის რეალურად გამოწვევისთვის, იმიტომ რომ არაჯეროვანი შესრულება განიმარტება რაც არის და არაჯეროვანი შესრულებას ადგილი არ ქონია. სამ კონკრეტულ წევრს პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია. ცუდი პრეცედენტი იქნება. მე მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანა დოლიძეს ზოგადად არღვევს სასამართლო ხელისუფლების სტანდარტს, არ შეიძლება სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი იყოს შართული ოპონენტის სწრაფად გაგახსენდათ. მიუხედავად ამის, ვადარებ ერთმანეთს, მიუხედავად ამისა, მე მგონია, რომ პრეზიდენტს არ აქვს მისი გამოწვევის საფუძველი, იმიტომ რომ ეს არ არის არაჯეროვანი შესრულება უფლებამოსილების. ის უხეშად არღვევს მის კონსტიტუციურ მოვალეობებს და კანონით გაწერილ მოვალეობებს, მაგრამ მაინც არ არსებობს მისი გამოწვევის საფუძველი, იმიტომ რომ ეს არ არის არაჯეროვანი შესრულება. საქართველოს პრეზიდენტის CBS-ისაგან ამერიკული სერიალის საზღვაო პოლიცია ახალი ორლეანის ერთ-ერთ ეპიზოდში ცვლილებას მოითხოვს. საუბარია მონაკვეთზე, რომელშიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთის პროვინციად არის მოხსენიებული. საუმე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს შეცდომა უპასუხისმგებლობაა. მოუწოდებთ CBS და სცენარისტებს პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, წერია პრეზიდენტის განცხადებაში. აცერი და დაიცავი. ხვალიდან ევროპის იმუნიზაციის კვირეული იწყება. დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით საინფორმაციო შეხვედრა შედგა, სადაც დარგის ექსპერტები და შესაბამისი ორგანიზაციები, ასევე ჯანდაცვის მინისტრი იყო წარმოდგენილი. დავით სერგეენკო მოსახლეობას წითელსა და სხვა გადამდები დაავადებების ვაქცინაციისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. კვირეულის ფარგლებში საზოგადოებას იმუნიზაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციაც მიეწოდება.
კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოუწოდო, რომ ის ვინც არ იცის დარწმუნებით განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკში რომ აცრა ჩატარებული აქვს წითელაზე, აუცილებლად გაიკეთოს ეს ვაქცინაცია. 120,000 ადამიანმა უკვე გაიკეთა, თუმცა სამიზნე არის რომ ჩვენ 300,000 ადამიანამდე ვაქცინაცია უნდა გავაკეთოთ წელს, რომ ეს დაავადება ჩავაქროთ. იმუნიზაციამ გააკეთა ის, რომ აღარ არის ქვეყანა, აღარ არის სოფლიოში ყვავილი, რომ მალე აღარ იქნება პოლიომიელიტი, რომ მალე აღარ იქნება ცოფი, აღარ იქნება წითელა, წითურა და ეს დაავადებები და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი და თქვენთან ერთად ამ კვირეულის მთავარი დანიშნულება გახლავთ ინფორმაციის მაქსიმალურად მიტანა საზოგადოებისადმი. განსაკუთრებით მშობლებისადმი. დღეს საქართველოში იცით რომ გვაქვს წითელაზები დაფეთქება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოგვეხმაროთ რომ შევაჩეროთ ეს და ვერ შეაჩერებს მას ვერაფერი აცრების გარდა. პროკრედიტ ბანკში მწვანე გამოფენა გაყიდვა გაიმართა. პროექსპო ასე ჰქვია ორდღიან ღონისძიებას, რომლის ფარგლებში დღეს 18 საათამდე ბანკის სათავო ოფისში ქართული ბიოპროდუქციის დათვალიერება და შეძენაა შესაძლებელი. დედამიწის დღესთან დაკავშირებულ გამოფენაზე როგორც ბიო, ისე ორგანული და გარემოსადმი მეგობრული პროდუქციის მწარმოებელი და იმპორტიორი 30-მდე კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სფეროდან. ღონისძიების მიზანი ქართული ეკო-მეგობრული ბიზნესის პოპულარიზება და განვითარების ხელშეწყობაა. პროკრედიტ ბანკში განმარტავენ, რომ გარემოს დაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით ეკონომიკური საქმიანობა მათი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რაც როგორც მომხმარებელთან ურთიერთობის, ისე შიდა ღონისძიებების დაგეგმვისას გამოიხატება. ამ მიზნით 2012 წლიდან პროკრედიტ ბანკი მწვანე დაკრედიტებაზე მუშაობს. პროექტის მთავარი მიზანია ჩვენ ხელი შეუწყოთ ისეთ ბიზნესებს, წარმოებლებებს, რომლებიც ჩართული არიან ბიოლოგურად სუფთა პროდუქციის წარმოებაში, ნატურალური პროდუქციის წარმოებაში და ასევე ისეთი ტიპის კომპანიები, რომლებიც იყენებენ მაღალ ტექნოლოგიურ, ენერგოეფექტურ მანქანად ანადგარებს და აწარმოებენ პროდუქციას და არიან ჩართულები მათ რეალიზაციაში. გამოფენაში 28 გარემოსადმი მეგობრული კომპანია არის წარმოდგენილი, გვიხარია რომ მიმართულებით ინტერესი იზრდება, თუმცა სფერო ცალსახად საჭიროებს წახალისებას და ზუსტად ამ გამოფენის მიზეზი ზუსტად ეს გახავთ. რაც შეეხება პროკრედიტ ბანკს, ჩვენთვის ეკო-მენეჯმენტის სტრატეგიული ნაწილია, შესაბამისად ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მიზანია გონივრულად გამოვიყენოთ შეზღუდული რესურსები. ვამონტაჟებ მზის ფოტოელექტროსისტემებს, აგრეთვე უწევთ მონიტორინგს და სერვისს. ეს ტექნოლოგია არის სუფთა და თანამედროვე და ძალიან გავრცელებული არის დასავლეთში. ჩვენთან ახლა იდგამს ფეხს ტექნოლოგიები და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გამოფენების მოწყობა, რომ მოხდეს პოპულარიზაცია ასეთი ტექნოლოგიების. რეკლამის შემდეგ შევხვდებით რამდენიმე წუთში. ქრონიკა 17 საათზე პირდაპირ ეთერში უცხოეთის სიახლეებით ბრუნდება. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები პოზიტიურად აფასებენ, პროცესს საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებიც აჯამებენ. დავით საგარელი გაგვაცნობს მათ პოზიციებს. არჩევნების მეორე ტური უკრაინაში იყო დემოკრატიული და გამჭვირვალე, ესე ვთქვათ, საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დამსწრე საზოგადოებას გიგი წერეთელმა, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გააცნო მისი განცხადებით, ცხადია დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები, თუმცა ის გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე პირველ ტურზე და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ საერთო ჯამში პროცესი იყო საკმაოდ წარმატებული და უკრაინამ დემოკრატიის გამოცდა ჩააბარა. ამასთან ერთად გიგი წერეთელის განცხადებით საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, რომ პეტრო პოროშენკომ აღიარა საკუთარი დამარცხება და ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა. უკრაინაში არჩევნები ჩატარდა მაღალი სტანდარტით, ყველა სადამკვირვებლო მისია და ყველაზე მთავარი სადამკვირვებლო მისია ეს იყო ჩვენი ეუთოს ოდირის და სხვა საპარლამენტო ასამბლეების. ფიქრობ, რომ ამ პირობებში ასეთი წარმატებით ვიტყოდი ადმინისტრაციული თვალსაზრისით არჩევნების ჩატარება არის მართლა სერიოზული ნაბიჯი მისალოცია უკრაინული ხალხისთვის. რაც შეეხება შედეგები ვიცით, ძალიან მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა უკვე ახალ პრეზიდენტ ზელენსკის და ასევე მე ვფიქრობ აღსანიშნავია ის, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომაც საკმაოდ ღირსეულად მიიღო ეს შედეგი.
მანამდე კი ჩვენ გქონდა საშუალება გავსაუბრებოდით ვლადიმერ ზელენსკის სპიკერს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში და ამის პრივილეგია პრეზიდენტს არ აქვს, თუმცა ორი მინისტრის დანიშვნის საშუალება პრეზიდენტს მაინც აქვს, ესენი არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები და სწორედ ამ თხოვნით და ამ მოთხოვნით ისინი მიმართავენ უმაღლეს რადას, თუმცა რამდენად გაითვალისწინებენ დეპუტატები მათ მოთხოვნას, ეს ჯერჯერობით უცნობია. ასევე ჩვენ განგვიმარტეს, რომ ის მათ მომზადებული აქვთ რიგი სიახლეებისა, კანონპროექტებისა, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს და ეს სიახლეები, რომელიც ვლადიმერ ზელენსკის შტაბში მოამზადეს, გულისხმობს იმას, რომ აღარ იყვნენ ხელშეუხებლები, დეპუტატები, მოსამართლეები და მათი განცხადებით სწორედ ამის შემდეგ კანონის წინაშე უკრაინაში ყველა იქნება თანასწორი. მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება არის კოალიციის პრეროგატივა. რა თქმა უნდა, არის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტები, რომელთა კანდიდატურებსაც წარადგენს პრეზიდენტი, თუმცა მათ მაინც დასჭირდებათ პარლამენტის მხარდაჭერა. რამდენად დაუჭერს მხარს შეთავაზებულ კანდიდატებს კოალიცია და პარლამენტი, ეს ახლა რთული სათქმელია, თუმცა რა თქმა უნდა, რადას მიმართავთ. მიმართავთ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით, რომელთა ნაწილიც უკვე დაწერილია და ნაწილი მზადდება, რომელიც მიმართულია დემოკრატიის გამტკიცებისკენ, რომელიც მისცემს საშუალებას უკრაინის მოსახლეობას თავად ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ინიციატივებს შორის არის დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმების საკითხი, ასევე მოსამართლეებისა და პრეზიდენტისთვის ხელშეუხებლობის გაუქმების და იმპიჩმენტის საკითხიც, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ის გახდა 2014 წელს სისხლისღვრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამასთან ერთად ჩვენ ვიკითხეთ თუ რა პოზიცია ექნება ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, მან მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რათა მოეხსნას შეზღუდვები და შეძლოს უკრაინაში დაბრუნება. ჩვენთან საუბარში ვლადიმერ ზელენსკის სპიკერი აცხადებს, რომ დრო, როდესაც ერთ ადამიანს შეძლო მსგავსი საკითხების გადაწყვეტა აღარ არის და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. შესაბამისად, თუ ადამიანს სურს თავისი ინტერესების დაცვა, მას ამის გაკეთება სასამართლოს გზით მოუწევს. ჯერჯერობით არ ვიცი რა კონტექსტში შეიძლება სააკაშვილთან თანამშრომლობა. მით უმეტეს დღევანდელ დღეს ეს არ არის განხილვის საგანი. რაც შეეხება იმას, რომ მან მიმართა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ქვეყანაში შემოსვლაზე არსებული შეზღუდვების გასაუქმებლად, თვლი რომ ყველამ კანონის პატივისცემით უნდა იმოქმედოს, ასევე ყველას უნდა კონდეს უფლება დაიცვას საკუთარი ინტერესები სასამართლოში. აქვე გეტყვით, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 100% დაითვალა, მონაცემები უცვლელი არის და პირველ ადგილზე არის ვლადიმერ ზელენსკი, რომელმაც 73% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკო 24%-ით. 23 აპრილი შრი-ლანკაში ეროვნული გლოვის დღეა. მიზეზი თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული აქტები გახდა, რასაც 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან. თავდასხმის შედეგად დანიელი მილიარდერის ანდერს ჰოუჩის სამი შვილი დაიღუპა. ბიზნესმენის შვილები შრი-ლანკაზე სააღდგომო დღესასწაულის გამო იმყოფებოდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. კანადაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად კვებექსა და ნიუ ბრანსვიკში ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიან ბოლო მონაცემებით ერთი ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიური უბედურების ზონიდან კი ასობით ადამიანის გაყვანა გახდა საჭირო. სამაშველო სამუშაოებში არმიის შენაერთები ჩაერთო. ჩრდილოეთ ირლანდიაში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი დაუნის საგრაფოში ტყის მასივს გვიან ღამით გაუჩნდა და დასახლებულ რაიონებზე გავრცელდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ძირითადი კერების ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო. ნისანის ყოფილ ხელმძღვანელს კარლოს გონს იაპონიაში ახალი ბრალდება წაუყენეს. საქმე ავტოკონცერნის სახსრების მითვისებას ეხება, რისთვისაც გონი სპეციალურად შემუშავებულ სქემას იყენებდა. ეს მისთვის უკვე მეოთხე ბრალდებაა. პროკურატურამ ის ნდობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით 4 აპრილსაც დააკავა. გასული წლის ნოემბერში კი ფინანსური მაქინაციების გამო დააპატიმრეს და 2019 წლის მარტში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ერაყის დედაქალაქში ყვავილების ფესტივალი დასრულებულია. ღონისძიება ტრადიციულად ბაღდადის ცენტრალურ პარკში ჩატარდა. გამოფენაში ქუვეითი, ბაჰრეინი და ერაყის მეზობელი სხვა სახელმწიფოები ჩაერთნენ. უნიკალური სახეობის მცენარეები გერმანიამ, ჰოლანდიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც წარმოადგინა. ყვავილების ფესტივალი ბაღდადში მე-11-ად გაიმართა.
თქვის ყველა სიახლეს გაიცნობით ვებგვერდზე იმედი ნიუსში და დაელოდეთ მთავარ გამოშვებას 20 საათზე. ნახვამდის.